ეხა ზურგი როგორია? ზურგიც გონი კარგია, ხო? კი ბატონო. ეხა რა ხდება, ნახე, აქედან ამ გზიდან იმიტომ ვიწყებთ, რომ იყოს შედარებით კომფორტული. მიეჩვი პირველ ეტაპზე თვითონ მანქანის მანევრს, რა, იქ სიჩქარე, მოსახოვი ზოლის კონტროლი და ასე შემდეგ. ეხა ძალიან ორიენტირებული არ ვიქნები ის, როგორც აი გამოცდაზე და რაღაცა რა. ანუ უბრალოდ მანქანა რო გავიაზროთ. მიხდი რომ აი ეს დაძაბულობა რომ მითხარ რომ ნერვიულობა და რაღაცა დაძაბულობა და რაღაც შიში რომ მოიხსნა. ეხა სკამი ხომ მოირგე? ქოქაო მანქანას მუხრუჭს აწვევი. მარცხენა არის მუხრუჭი. იქითა მარცხენა მარჯვენა არის გაზი. ხმარავთ მხოლოდ ერთ ფეხს, მარჯვენა ფეხს, ანუ იქითა ფეხი არ გჭირდება, მიხდი? ეგრე აწვევი და ქოქაო მანქანას იქით. კიდე ერთხელ. აი ეგრე. კარგია? დაკოკილი. ეხა შეგიძლია აუშვა მუხრუჭს ფეხი. ნახე, არსად არ წავა მანქანა, სანამ აქეთ-იქით ფეხს არ გადაი, ისა სიჩქარებს არ გადაიტან, მიხდი? დაკოკვის მერე იწყება აუცილებლად სარკეების მორგებას, რა, აი უცხო მანქანაზე რო ჩდები, აუცილებლად უნდა მოიდგო სარკეები. ეხა როგორ იგებ, ნახე ეს? მარჯვნივ ხო არის? ამით უნდა საითაც გინდა იქით გადმოწევ და რას უნდა ხედავდე? ნახე, ჩვენი მანქანის უკანა სახეურს ხო ხედავ? კი. ის უკანა სახეური უნდა ჩანდეს დაახლოებით აი ამ მონაკვეთში რა. ოდნა უნდა ჩანდეს ჩვენი მანქანა. ეგრე არ თუ გჭირდება საით გაწევა მოწევა. არა. საითაც მიაწვევი იქით გაიწევა, ნახე, მიაწექი. ეს უკეთეს. ოდნავ ჩანს ჩვენი მანქანა, ხო? კი ბატონო. და სივრცესაც ხედავ კარგად. იქით როგორია? ანუ მარჯვენა დაბალ კუთხეში უნდა ჩანდეს უკანა სახეური, გადაწიე ჯერ ზედა მარცხნივ. აი, კიდე ერთხელ. კი ბატონო. და მაგითი შეისწორი ხა სარკე. კარგია? კი. კი ბატონო, ესეც შეამოწმე. ეს რო უკან შუშებს ხედავდე. შო? ეგ არის? ანუ ყველაფერი რომ მოირგო კომფორტულად, რომ აი მერე საპრობლემო არ კონდეს რაღაცა საჭე ისა. საჭე მაღლა ხო არ არის, ცოტა დაბლა ხო არ გინდა? კარგად არის, ხო? всё. ეგ არის, ესე იგი კომფორტულად ვართ უკვე მორგებული. ეხლა ვიწყებთ წასვლაზე ზრუნვას. ყველა ავტომატიკას აქვს გადამთვლელი რელაგი გვერდით, ზევით, უკან ზოგიერთ, ამას ეხლა მაგათი უკან აქვს. აწვევ ისე მუხრუჭს ფეხს. ეგრე, რილაქს ავწევ და დეში დრაივში გადმოვიტანთ. აი ეგრე, ჩაწევ ხელის მუხრუჭს. აი ეგრე ყველამ. ეხლა რა ხდება? მანქანა უკვე წასასვლელად მზად არის რა, ავტომატიკა კომფორტულია. ცოტათი აუშვებ თუ არა მუხრუჭიდან ფეხს, ცოტათი დაიწყებს გორაობას, მიხდი? უცბად ისე არ გავარდება და რაღაც. და რასაკეთებ? როცა მოძრაობას იწყე, აი პარკი გინდა გადიხარ ან გზას ვერთები, აუცილებლად თავ მარცხენა ციმციმას, ნახე, ქვევით რო ჩაწევ ეს, ირთვება მარცხნივ, ზევით რო აწევ, აი იქ გაჩვენებს, ნახე, ზევით რო აწევ, ირთვება მარჯვნივ. აი. მიხდი? კი, კი. ნუ ნერვიულობა არ ინერვიულობა. ეხლა პროსტა პირველი გაკვეთილი რომ ისე მივაყაროთ რაღაცები და მე ეს. ჩართე ეხლა მარცხნივ. ეგრე. აკონტროლებს სარკეს, რამე მოდის ხო თუ არა? ხო, არაფერი არ მოდის. შორს მოდის. არც მოდის, გაჩერებულია და აი ეს რბილად დაძარი. კარგია. წადი გაზით ეხლა ნელ-ნელა. აი ეგრე. კი ბატონო, მოუმატე ეხლა ცოტა. აქ იმიტომ ვიწყებთ, აი სიჩქარე შეგო, მაგალითად ქალაქში დაიწყო და ნელა იგორაო და რაღაცა ეგრე ვერ გააკეთე. ხო რომ სიჩქარესთან შეგუებული იყო და არ გქონდეს აი უხეში მანევრი, ან კვეთრი საჭი, ან კვეთრი მოხუჭი და ასე შემდეგ. მოუმატე ეხლა ცოტა კიდე მოუმატე. აი ეგრე, იარი თავმად. არსად არ ამოხუჭებ, დანარჩენს ყველაფერს გიკარნახე. წადი გაზით. აი ეგრე, თავმად ცოტა მოუმატე, ნუ გეშინია. თუ რამეა მოგეხმარები აქ ვარ. უბრალოდ ეხლა პირველ ეტაპზე რასაც გიკარნახებ, იმას ვაკეთებ. წადი გაზით ცოტა მეტად. ეხლა ნახე, უკან არავინ არ მოყვება და ნელი მუხრუჭით ბოლომდე გააჩერე, აბა მანქანა. ცოტა მკვეთრი იყო, ხო მიხდი? წავედით. ეს ეხლა რატო ვამბობ, რომ ყველა მანქანა ინდივიდუალურია და აი მაგალითად დაბკოლება რო შეგვხდება ან შუქრიშანი, ხო არ გქონდეს მკვეთრი დატორმოზება, მიხდი? მოუმატე კიდე ერთხელ გავაკეთებ. რომ ფეხი შეაჩვიო რბილ მუხრუს. მიხდი ხო? კი. მოუმატე ცოტა, კიდე მოუმატე. აი ეგრე და ეხლა დაიწყე ნელ-ნელა გაჩერება. ოღონდ რბილად შეანელე, ნახე, მიდი. აი აცადე თავისით იზავს. ნახე რა კაი გაჩერება იყო. მიხდი? ეხლა წავედით. ანუ არ დაჭირდება შორიდან თუ დაიწყებ ხო მომზადებას, არ დაგჭირდება რა ესე კვეთრი მუხრუჭი და რაღაც. მიხდი ხო? წადი ეხლა დავამატე. ეხლა რაც შეეხება მოსახვევს რა, მოსახვევისთვის როგორ ემზადები? თვითონ მოხვევის პროცესში არ უნდა ეცადო რომ არ დაგჭირდეს მუხრუჭი, ანუ წინასწარ მოიმზადო სიჩქარე, ანუ ოდნავ შეანელო, მერე თავის სიჩქარით შეგორდეს თუ დაბკოლება არ არის და რომ დაინახავ ხილვადობა გექნება, მერე პირიქით დაიწყო მომატება, მიხდი? მოუმატე ეხლა მოუმატე, მიდი. ცოტა რომ მიეჩვიო სიჩქარეს. პირველი გაკვეთილი როგორც შევთანხმდით. ჯერჯერობით. ნერვიულობა და დაძაბულობა მესმის.
წადი თამამად. აი ესე რომ მე დიდად არ მოგეხმარ და აი მაგათად იგძენი ხო ცოტა ზოლს მივახლოდი რაღაც აი კვეთრი გამოსწორება არ ქონდეს აი როგორც კი მივახლოდი ხო აი იგივენაირად მშვიდად ესე დაუბრუნდი შენ ზოლს მიხვდი? ეხა ხედავ შედარებით არის კვეთრი მოსახვე ხო აუში გას ოდნავი შეხება მუხრუჭთან კიდე ცოტა აი ეგრე აუში ეხა მუხრუჭს და რო დაინახავ წავედით უკვე გაზით მიხვდი? ანუ ხილვადობა რო გიქე პრინციპი არის რომ წინასწარ დაიჭირო თადარიგი რა ეგრე რომ თვითონ მოხვევის პროცესში მე არ იყოს საშიში მკვეთრი მოქმედება ან რაღაც. ეხა აუში ისევ გას, ოდნავი შეხება ისევ მუხრუჭთან, იმიტომ რომ ისევ მოსახვევია. აუში მუხრუჭს და წავედით უკვე გაზით. მიხვდი? კი. ოღონდ უკვე თამამად. შენელებას იმიტომ ვაკეთებ რომ მოსახვე გამოგიდეს რბილი რა, რომ აი საჭი აი მკვეთრი და რაღაცა არ დაგჭირდეს. მიხვდი? ოღონდ რო დაინახავ მე უკვე რომ ის პრობლემა გავლილია, ანუ აღარ არის არანაირი შეფერხება, უკვე თამამად მიუყვები შენ გზას. აი ესე აუში გას ამ ისუნთქე აი ესე ნუ გეშინია აი ეგრე წავედით ახლა ისევ გაზით ყოჩახ ეხლა ამ გზაზე იმიტომ დავდივართ რომ აი გაიაზრო საჭე გაიაზრო გაზი მუხრუჭი და ის შეგრძნება რომ კონდეს თვითონ მანქანის იმიტომ რომ ქალაქში რო გავალთ ქალაქში უკვე მოგვიწევს აი წესებზე გავამახვილოთ ყურადღება იქ ნიშნებზე ვის დაუთმო ვის არ დაუთმო და ასე შემდეგ რა და არ გქონდეს თვითონ მანქანის საკითხი სანერვიულო ეხლა ცოტა პირველ გაკვეთაზე ბევრს და სწრაფად დაგელაპარაკები. სულ ესე არ იქნება, არ შეგეშინდეს. წადი თამამად წავედი. ნუ ნერვი რა, არ გაქვს არაფერი სანერვიულო. მე აქრისთვის ვარ. ეს მიიღები. ეხლა ნახე არის ცოტა იქაც კვეთრი მოსახვე. ხო, აუში გას, შენელება ოდნავ. აი ეგრე. აუში ახლა მუხრუჭს. იგორაოს მანქანა რბილად შედი. კარგია და ეხლა უკვე ისევ გაზით რბილად ჩვენ ზოლში. წადი თამამად. ტელეფონს ვერ პასუხებ. ჭირდება გავაჩეროთ? არა, იყოს ბავშვი. წადი თამამად. გაზით ოღონდ. არ და თუ გინდა გავაჩეროთ ცოტა ხანდა. მაშინ წავედი. გაზით ოღონდ. თამამად. ნახე, არაფერი არ გაქვს სანერვიულო, ეხლა ცოტა დაძაბული ხარ. ეცადე დაძაბ აქ იმიტომ დავდივართ, აი რომ შეგეშალოს, აი მეც გეხმარებ, ხო, რომ შეგეშალოს პრობლემა არა, რომ აი შეცდომებსაც მივხვდეთ რა. მივხვდი? ანუ არაფერი არ მოხდება ისეთი რომ საშიში იყოს. თუ რამეა მე მოგეხმარებ. ეგრე და ეხლა მეტი გაზ, ნახე შენ თვითონ მიხვდეთ ცოტა მეტი შეფერხება იყო, ხო? წადი თამამად. ეხლა აქ ცოტა ცუდი გზა, მაგრამ ნახე ნიშანი გვაქვს კვეთრი მოსახვევი, ხო? და ვიწყებთ აი ნახე აღმართზე ასწოს, ოღონდ აღმართზე უკვე თავისი თხო არ წავა მანქანა მოსახვევში, ცოტა გაზი უნდა მიახმარო, ოღონდ ეს გაზი არ უნდა გამოგივეს არც მკვეთრი, რომ გაგიქცეს საჭე, არც ისე რომ გაგიჩერდეს მანქანა, ან ძალიან ცოტა წარ უნდა იყოს. სიჩქარე და საჭე უნდა მოარგო ერთმანეთს აუცილებლად რა. წადი თამამად. ნუ ნერვიულო. აი ესე, წადი გაზით. მიდი. ეხლა უბრალოდ აუში გას ფეხი რო შენელდეს, ფორმზე აღარ გინდა. და ისევ გაზი დაიწყე და თან მოხვევა შენ ზოლში. მოუხვე ოღონდ მოუხვე. აი ეგრე. დაიწყე გასწორება. ხო, ნახე მოხვევის პროცესიდან გასწორებაც იყოს დროული, მიხვდი? ანუ ძალიან აღარ ელოდო დიდი ხანი. ოღონდ აღმართის შემთხვევაში ეხლა რადგან ძალიან ჩქარ არ მიდიხარ და ვსწავლობ და რაღაცა მუხრუჭი აღარც დაგჭირდება. ნახე იარე გაზით ცოტა მოუმატე. კიდე. ეხლა აუში გას. ნახე თავისთვე უკვე შენელდა. არ გინდა მუხრუჭი პირიქით. ისევ გაზი, მიხვდი? რო არ გაგიჩერდეს მანქანა. მოუმატე და დაიწყე თან მოხვევა. გაზი არ მოაკლო, მოუმატე. აი ეგრე. მიხვდი ხო? კი. და გასწორებაც აი ესე თანაბარი რა. ეხლა უფრო მეტი გაზით. ანუ პრინციპი არის რომ სიჩქარე იყოს თანაბარი მოსახვევში. აუში გაზ ჯერ. აი ესე დაიწყე ხა ისევ გაზი და შენით ნახე რომ არ მოგეხმარო. აი ეს მიყევი ზოლს თანაბრად. აი ეგ ნახე ხა ზედმეტი მოუხვე, მიხვდი? კი. იმიტომ რომ სიჩქარე არ ქონდა მაღალი, მაგრამ საჭე დაატე, ანუ სიჩქარე და საჭე ერთმანეთს შეუთავს. წადი გაზით. დაძაბული ხარ. ნუ რაზე, აბა მითხრა, რამე გაქვს საფიქარი სანერვიულო? არა, არაფერი, მე რავი. შეგეშალოს, პრობლემა არ არის რა. იმისთვის ხარ პირველად ჩემთან რომ უნდა შეგეშალოს. აუში გას. თან ესე ეგრე. ეხა ისევ გაზით. ქუჩაში არ ხარ სპეციალურად დამყავ ხარ ეხა ცოტა რთული გზა არის მოსახვევით, მაგრამ საჭეს რომ მიეჩიო, ნახე. აი ეგრე თანაბრად კარგია, გასწორე. ისეთი არაფერი შეგეშლება რომ იყოს საშიში. აუში გას. დაიწყე მოხვევა და დაიწყე თან გაზის მიხმარება. აი ეგრე შენით ყოჩახ, დაიწყე გასწორება უკვე. ოღონდ სწრაფი იყო გასწორებაც, მიხვდი ხო? კი.
არა უშავს. ამას იმიტომ გატარებ, რომ ეხა 1-2 ასვლა და გაიაზრებ. რა ეხა პირველ გაკვეთილზე აბა რო ატარებდი, ჩემთან არ მოხვიდოდი, ხო? ერთმანეთს არ შეგხვდები. ჩვენ 5 გაკვეთილში ნახევრები გავაკეთეთ. წადი თავმად გაზით. ოღონდ ნახე უნდა შემპიდე რომ დავშვიდდები რა. აბა რისთვის ხარ ეხა აქ რომ დაძაბული არ იყო. უფრო პროცესის სწავლების გვექნება უფრო კომფორტული. თავარია დამიჯერო რასაც გიკანახებ ის გააკეთე და მაგას აკეთებ და всё, პრობლემა არ არის. მიყევი ეგრე. მგონია რომ ზოლში ვერ ჩავეტყევი ხო? ნახე ყველაფერი გეგონება პირველად ზიხარ დღეს საჭესთან როგორ შემითხარი ხო? შეიძლება ისე სასწაულად არ არღვევს ზოლს რომ რაღაცა პრობლემა იყოს. ამიტომ ნუ ნერვიულობა მაგეებზე. დაუშვი შეცდომები და ვისწავლით უკეთესად. გაზინელი ეხა თანაბარი გაზი, ნახე ვეღარ მიდის მანქანა, მიხვდი? გაზი აკლია, მოუმატე. მიხვდი ხო? აუშვებ, ოღონდ მე ისე არა რომ ძალიან შეგინელდეს. მოუმატე, მიდი, ნუ გეშინიო. მიდი კიდე. წადი თავმად. აი ეგრე. ეხლა აუშვი. გაზ რო შენელდეს, დაიწყე რბილი მოხვევა და თან გაზი ისევ. გაზი ოღონდ და თან მოხვევა. აი ეგრე საჭი გააჩერდა და მეტი გაზი ოღონდ. ნახე საჭი მეტი არც დაგჭირდა, მიხვდი და ოდნავ გასწორება, აი უკეთესია. მიხვდი ხო? ნელ-ნელა პროცესში მიხვდები უფრო და უფრო რა. აი ესე შენი ზოგადად ხაკით გადმოსული ვართ, რომ ცოტა ცუდი გზა როა, იმიტომ ზოგადად ეს ზოლი სხვისია. ამას ესეთ მანერს ქალაქში აუცილებლად აკეთებ უკვე ციმციმად, იმიტომ ანუ ისე ვერ გადახვალ თუ არ ჩართე და რაღაც სარკე არ გააკონტროლე და ასე შემდეგ. ხო, ოღონდ ეხა დღეს ესე ყველაფერზე არ გიწვრემანდები რა, მინდა რომ აი დაძაბულობა და სიმშვიდე მოგცათ. ჩვენი პირველი გაკვეთილის მიზანი არის ეგ, რომ დამშვიდდე. შეაფასე ეხა დღეს რამე ხდება ისეთი, რაც ისეთი სანერვიულოა? ჯეჯროვით არაფერი, ხო? ხო, დავა გაიცინე, გაიღიმე და ასე. ეხა იქ უნდა მოვტრიალდეს და გავაკეთოთ დაღმართი, ნახე. აუში გაზ და დაიწყოს მანქანა შენელება. მიდი ცოტა წინ და აი აქ შევდივართ უკუსვით, ნახე. აუში, აი აქ გავაჩეროთ. всё. აი ეს. ეხა შევდივართ უკუსვით მარჯვნივ. ეხა რას ვაკეთებთ? გადაგვაქვს ისევ ღილაკით R-ში, R-ი არის უკუსვა რევერსი, ანუ R-ი. და შევდივართ მარჯვნივ. ანუ რას ვაკეთებთ? საჭეს ვატრიალებთ მარჯვნივ. საითაც გინდა რომ შეხვიდე, იქით ატრიალებ რა, მარტივად რომ დაიმახსოვრე. ბოლომდე, არა, ჯერ დაატორმოზე. საჭე ბოლომდე. სანამ არ მოიმზადებ, მანამდე არ ჩქარობ მანერს, იმიტომ რომ შეიძლება არ გეყოს ის დისტანცია, მიხვდი? ეხა ხო გზად გაქვს. ეხა აკონტროლებ ორივე სარკეს რა და ნელ-ნელა აუშვებ, რომ კომფორტულად შეაფასო, რომ რომელიმე მხარეს დაბრკოლება არ გქონდეს. თქვენც აკონტროლეთ. მეც აკონტროლე. ეგრე მიდი. აი ეგრე ცოტა კიდე რომ გასწორდეს მანქანა. აი ეს. всё, კარგია. ეხლა მომზადებით ქვევით ჩასასვლელად. ეხლა რა ხდება რა? მომზადე თან აგეხსნი ისევ დრაივში. ეხლა უყურე, აღმართზე ხო გაზით ვარეგულირებთ, აღმართზე დავარეგულირებთ მუხრუჭით, ოღონდ აუცილებელი არ არის სულ მუხრუჭზე გვედგას. აი რო იგრძნობ რომ კომფორტული აღარ არის და აღმართზე თავის ინერციით აჩქარდა მანქანა, შეაპარებ ცოტა მუხრუჭს, ოღონდ აღმართზე როგორც კი აუშვებდი გაზფეხს, ეგრევე გემორჩილებოდა მანქანა რა. აღმართზე ეგრე მალე არ დაგემორჩილება, იმიტომ რომ თავის ინერცია აქვს და უფრო მეტად საყურადღებოა რა. ამიტომ მომზადებას იწყებ უფრო შორიდან. მაგალითად მოსახოს რომ მიადგები, ისე არ უნდა მოხდეს რომ აი დაგაგვიანდეს შენელება და მე მკვეთრი გამოგივიდეს, ანუ ბოლომდე დაგედგას რომ გაგიჩერდეს, ან არც ისე რომ ბოლომდე აუშვა რომ ჩქარა შეხვიდე, მე ხვდი? ანუ რაღაც დონეზე მუხრუჭით არეგულირებ თანაბარ სიჩქარეს, რომ თანაბრად მოუხვეო დაღმართის შემთხვევაში. მე ხვდი ხო? რომ იყოს კომფორტული. რომ დაინახავ რომ უკვე მანქანა მოხვევას ასრულებს და იწყებს საჭის გასწრებას, ეტაპობრივად თან ნელ-ნელა აუშვებ რა. ანუ მომზადება გაქვს შორიდან რომ შეაპარო რბილი მუხრუჭი, სხვა ისეთი არაფერი. გავხედით აქეთ არაფერი არ არის და დავა. იქ რომ მიხვალ მოსახვეთან კიდე გეტყვი. მოუხვიე, გაზი არ გინდა, მოუხვიე. დაიწყო უკვე გასწორება, ნახე, მიხვდი, ანუ ფაქტობრივად შუალედი არ გაქვს. მოუხო თუ არა, ეგრევე ასწორებ.
კარგად მიდიხარ, აი ესე აკონტროლე, მუხურს აუშვი ჯერ, არ გჭირდება მუხურის ესე, არც გაზი, ნახე, თავისით ნელ-ნელა გრძნობ რომ ჩქარდება, ხო? ხوار დაიღალე და სულ 1-2 ამოსვლა და ამ კარგად შეიგო. ეხლა ნახე ჩქარდება, ხო მანქანა? დაიწყე ოდნავ მუხურის შეპარვა, რომ შენთვის კომფორტული სიჩქარემდე მიიყვანო, გრძნობდე რომ აკონტროლებ, მიხდი? აი ეგრე. ეხლა შეგიძლია აუშვა ოდნავ, მისცე წასვლის საშუალება. თავარია კონტროლში გქონდეს რა. დაიწყე ოდნავ შენელება ისევ. აი ეგრე. ეხლა ნახე აქაც შორიდან ხედავ რომ გაქვს კვათრი მოსახვევის ნიშანი. დაიწყე შენელება. ნახე შორიდან, კიდე ნახე რამხელად რო გჭირდება რომ იპოვო ის კომფორტული წერტილი, მიხდი? კიდე. აი ხა ის სიჩქარე შეინარჩუნე. ნახე ცოტა ზედმეტია, ხო? ოდნავ აუშვი. ნახე ფაქტიურად ეხა გაგიჩერდა უკვე, მიხდი? რომ დაიწყებ შენელებას, იპოვე რომ კომფორტულად მოუხევ თანაბარი სიჩქარით. ბოლომდე არ აუშვა ჯერ. აი ეგრე, არც დააჭირო მეტი. დაიწყე რბილად მოხვევა, რბილად ოღონდ კვეთრი არ გინდა საჭი. აი ეგრე, ნელა მოუხე, კარგია და ნელ-ნელა აუშვი უკვე მუხურს. და ნახე, მიხდი? თანაბარი სიჩქარე იყოს, რომ საჭეც იყოს თანაბარი. ეხლა როცა მარჯვნივ უხვევ, მარჯვნივ მოსახვევი ზოგადად უფრო მკვეთრი არის, ამიტომ უფრო მეტად უნდა მოემზადო, ანუ შეიანელო. ოღონდ არ გაგიჩერდეს. დაიწყე შენელება. კიდე. აი ეგრე. დაიწყე ნელ-ნელა რბილად მოხვევა. კარგია. მოუხვე ცოტა მეტად და ნელ-ნელა აი ეგრე. ოღონდ არ დააკლო თავი, მიხდით, მე ცოტა გაწვალა ხო ნახე საჭე, თავიდან არ დააკლო რა, მოუხვე და მე ეგრევე იწყებ თითქმის გასწორებას. ცოტა არ დამშვიდდი? კაი, არა უშის. ზოლი აკონტროლე. სხვა რამეზე ხო არ ფიქრობ, რამეზე ხო არ ნერვიულობ? მარტო ხო აქ ხარ მთელი კონცენტრირებული? ხოლმე საჭეზე. ესე, ნახე, ეხლა აქაც ნიშანი გვაქვს მანევრს, ხო? ეგეთი მოსახვე. ცოტა აუშვი, ოღონდ ძალიან შორიდანაც არ გინდა მიდი ჯერ. ეხლა იმიტომ რომ ნელა მოდიხარ, რაც უფრო ჩქარა მოდიხარ, შორიდან იწყებ მომზადებას. დაიწყე შენელება ისევ. კარგია, ცოტა აი ეგრე. დაიწყე მოხვევა და ნელ-ნელა ოდნავ გაათავისუფლე ხა ტორმოზისგან. ბოლომდე არა ოღონდ. და წავიდეს მანქანა, მიხდი? კარგია, გაასწორე ნელ-ნელა. ოჩახ. შენელება ეხა ისევ. დაიწყე ნელ-ნელა რბილად ოღონდ და თან ბოლომდე ეხა. აი ეგრე, კარგია. დაიწყე რბილად გასწორება ეხა. აი ყოჩახ, კარგი იყო. პრინციპს რომ დავამოყავებ, ხო, მე უფრო და უფრო შენ თვითონვე გაასუფთავებ ან შენ მოქმედებას რა, მთავარია მიხდე ხო წინასწარ მომზადება და მე ზოლში მორიგება. შენით ეხა დაიწყე შენელება. კიდე ნუ ელოდები რომ მოსახვევს მიადგე მაინც და მაინც. აი ეგრე. და ეხა პირიქით თუ გინდა ნელ-ნელა აუშვებ დაჟე მიხდი? ოღონდ საჭეც ცოტა მკვეთრი იყო, არ გჭირდებოდა მაგდენი რა. იმიტომ ანელებ რომ კომფორტულად შეაფასო მოსახვევი. წადი ცოტა გაზით. ანუ გცვალო მოქმედებები. შენელება ეხა მოხრუჭით ოდნავ. ეგრე მოუხვე ნელ-ნელა, აუშვი მოხრუჭს და ზოლი გააკონტროლე. ხდები ხო რა ხდება? რბილი გაზი, რბილი მოხრუჭი, ოღონდ ორივე უნდა იყოს დროული. შენელებაც უნდა იყოს დროული, მომატებაც უნდა იყოს დროული. დაიწყე შენელება. კიდე, ნუ ელოდები. კარგია. დაიწყე მოხვევა ნელ-ნელა და ნელ-ნელა თან აუშვი მოხრუჭს. კარგია. ეხლა ცოტა თამამად გაზი შეგიძლია შეაპარო, იმიტომ რომ დაღმართი აღარ არის. ხდები? თადარიქ თუჭე სანერვულო არ არის რა. შეანელე ოდნავ. აუშვი. აკრა ცუქზე გადავიარ და ერთი ასვლა კიდე გავაკეთეთ. ერთი კიდე გაწვალე ხა. აი ხო. აი მიდი აქ და აი აქ მოვთვლი გადაწყვეტე. მიდი ცოტა წინ. აი ესე მიდი ოდნავ. всё, გაჩერე. და აქ შევდივართ ისე უკოსვით, როგორც გავაკეთეთ. გადაგაქ ერში. საჭე ბოლომდე.
ესე იგი საით მარშრუტით მარჯვნივ? ხო, ესე იგი საითაც გინდა, ან წინ რომ მიდიხარ და მარჯვნივ ხო მარჯვნივ ატრევებ, უკუსლადაც ეგეა. მანქანის კუდი საითაც გინდა რომ შევიდეს, იქით აკონტროლებ. აი ეგეც ცოტა გაზზე სარკეებს აკონტროლებ. მეც ვაკონტროლებ ისე. მანქანასთან რო გავაჭრეთ. მაგით. გიშინია, ვიდი. საჭი ჯერ არ გაასწორო, იარე. კიდე. ცოტაც. აი, აჩერებ. და ეხა ისევ ემზადებით იქით დასასვლელად. კი ბატონო. გადააკონტროლე აქეთ იქით. აი, ეგ დამავიწყე. წავედით. ამ ყველა მანერს მე ქალაქში მიეჩვევ რა. კიდევ ამბობ, დღეს იმისთვის მოქმედებთ, რომ დაძაბულობა მოიხსნათ და საჭე გავიაზროთ. სიჩქარე და საჭე ერთმანეთს შეუთავსოთ, მიხვდი? რომ შენ გქონდეს შეგრძნება, აღმარზე როგორ დაარეგულიროს, სწორგზაზე როგორ დაარეგულიროს და დაღმართზე როგორ მოიქცე. რომ ყველა გზას ჭირდება თავის ყურადღება. მე აი ქალაქში წრიულები რო შეგხვდება გზაჯვარედინები, იქ უკვე მშვიდად იქნები, იცი რომ უნდა შენელდე, გააკონტროლო ორივე მხარე და დაიწყო მერე მოქმედება. ეხა იწყებ გაზით ზრუნვას. ნახე, შევაპარი გაზი ნელ-ნელა თამამად დაიწყე თან მოხვევა და თან გაზი. მოუხვე, თან გაზი. აი ეგრე, დაიწყე გასწორება უკვე. მიხვდი? არ ელოდო რა. ეხა თამამად ოღონდ. აი ეგრე იარე. აუშვი გასპეხი. ხო შენელდა. ეხა შენ რამდენი, არა, მოხორჭი აღარ გინდა. შენ რამდენი გაზიც გინდა პირიქით მიახმარე, რომ კომფორტულად მოუხვიო. აი ეგრე. ცოტა მეტი გაზი შეგიძლია. აი ეგრე, მიხვდი? კი. ეხა იმიტომ არ ვხმარობთ მოხრს აღმართ შემთხვევაში, რომ ნელა მივდივართ ისეთ. აი გამოცდილება რომ მოგემატებათ რაღაცა, მე აღმართზეც დაგჭირდება მოხრთ ჯერ რაღაცა. პრინციპი არის იგივე რა, უბრალოდ შენელდეს მოსახვევის და მოხვევის დაწყებამდე. მიხვდი ხო? დაიწყე გაზი ეხა ნახე აქ არ არის მკვეთრი, მიდი. არ შეანელო შენით რომ დაარეგულო. მეტი არ მოუხვიო. ზოლი აკონტროლე. ნახე გადადიხარ ეხა იქით, ხო? აი ეგ ეცადე რომ რბილათვე გამოასწორო. გაზით წადი ეხა. აქეთ გეშინია? ერით. არაფერი არის საშიში. ზოლში დგახარ ეხა, როცა სწორად მიდიხარ, ზოლში ნორმალად გახარ. წადი გაზით. აუშვი. ესე, შორიდან ეხა ისევ გაზი და თან მოხვევა. კარგი, აი ეგრე მოუხვიე, დაიწყე უკვე გასწორება ნელ-ნელა. აი ძალიან კარგი იყო, ყოჩახ. იგივე აქაც აუშვი რომ შენელდეს, დაიწყე გაზი და თან მოხვევა. მიდი. კი ბატონო. და გასწნახე, სიჩქარე დაბალია, ესე იგი საჭე უფრო რბილია, მიხვდი? ანუ იმის მიხედვით უნდა მოვქმედო, რა სიჩქარითაც შედიხარ რა. ანუ ჩქარა რო არ შეხვიდე და საშიშოთ, შესაბამისად მაგიტო ანელებ თავიდან. ბევრს ხوار გელაპარაკე? არა. ვარ დაგხალე. საჭიროა ეს. ხო, ეხა ყველაფერს კარნახობ რომ გონებაში ჩაჯდეს და კარგად გაიაზრო რა. მოუმატე. რომ ქალაქში ეგ აღარ გქონდეს საფიქრალი, მიხვდი რომ აი მე აქ როგორ მოუხვიო და საჭე რამდენიც დავატრიალო და ასე შემდეგ. ქალაქში უკვე დაგიწყებ იმ ლაპარაკს რომ აი ეს ნიშანი თავარია, ის ნიშანი დათმობა და ასე შემდეგ. ეგ ნიშნები მოსალქენი. არა, გეტყვი გაგახსენე. სიზმარშიც მაგ ნიშნებს ხედავ მე. კაია. წადი გაზით მოუმატე. კარგად მომწერე პირველივე კომენტარი, კარგი იყო. გამოგადგები იმედია. აუ, კი, გადავმატე. აუშვი. აი ეგრე, ეხა გაზი, ისევ. და რბილად ნახე, აი ეგრე. ოჯახ. ძალიან კარგი. გაასწორე და ეხა უფრო მეტი გაზი ოღონდ მე. აი ეგრე. ნუ გეშინია უკანა მანქანებზე, ნუ ნერვი. აი მანქანების. არაფერი, იარე, შენი წესებით იარე რა. საპრობლემო არაფერი არ არის. აი ეგრე. დაიწყე მოხვევა, მოუხვე. აი ეგრე, ყოჩა ხელის გადატანა კარგი იყო. აი ნახე რა კაი მოხვევა. და იწყე რბილად გასწორება. ეხა აქ იმიტომ გატარებ ესე რომ აი კაკრას ქალაქში არ დაგძაბოს, მაგრამ არინერო რომ ქალაქში წეღარაც გითხარი დასაწყისში და ნელა ვერ იგორავებ. ხო ანუ უნდა ვიაროთ იმ სიჩქარით, რაც ჩქარა რა თქმა უნდა არა, მაგრამ რაც დასაშვებია. ამიტომ შენ რო წესებს დაიცავ, უკან მანქანებზე აღარ ნერვიულობ. სულ 100-ია რომ რაღაც გზებზე, ხო?
შეიძლება ვიღაც უნების ყოფილი შეგხვდეს და გასწრება მაინც უნდადეს. თავარია შენ არ გამოიწვიო ზედმეტი შეფერხება. სარკეს ვაკონტროლებ, რა თქმა უნდა, რა ვისაც საჭიროა გავატარებ, თორემ იმის გამო რომ შენ ინერვიულო რო უკან აი მანქანები მოუყვება, თუ წესებს არ არღვევ და ძალიან ნელა არ მიდიხარ. საპრობლემო არ არის. მიხდი ხო? კი. ეხლა ამ გზის მერე ქალაქსო დაიწყებ, ხო უფრო ისე იგრძნობ თავს რა, რომ მანქანა გეცოდინება ასე თუ ისე რა. აჰა, უკვე ცალით ხედით ატარებ, ხო ხედა. ის გადავიდეთ უბრალოდ ცუდი გზის გამო. აი ესე. თავარია იამკებს შეცლება ვისწავლო. ყველაფერს ისწავლე, ოღონდ ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს რა. თავარი არის ისწავლო უხეში მოქმედება, აი რაღაცა დაინახე, რომ აი უცბად ავერიდო, გადავხდე რაღაცა ის. მიუყვებით რაღაც მანქანას, მაგალითად ტრანსპორტს, ხო, ავტობუსს, რომ აი დაბრკოლება შეიძლება შეგვდეს იმ ტრანსპორტის გამო. ორი ვარიანტია, თუ დიდი გზა არის, განიერი ზოლია, ჩაუთავთ სიმძიმას და ავერიდებით, თუ საშუალება არ არის, მაშინ იმ ტრანსპორტს უნდა დაელოდო. ხო, ოღონდ ეს უნდა განსაზღვრო შორიდან, რომ არიდებაც რბილი გამოგივიდეს, დალოდებაც რბილი გამოგივიდეს, რომ შეაფასო. აქ მოუტრიალდეთ ისე. მიხდი, ანუ უნდა დაგეგმო შენი მოქმედება მშვიდად რა. აგებს რა თქმა უნდა თავიდან გიკანახებ, მე ისწავლე, მიდი ცოტა კიდე წინ ოდნავ. всё, იგივე. სარკეები ორივე მხარეს ხშირ-ხშირად აქეთ იქით. იგრე. ეხლა როგორც ვთქვით, იწყებ ისევ მოხრჩზე ორიენტირებას რა. აქეთ იქით. გავიხედეთ, დაიწყე მოხვევა, კარგად მოუხვე ჯერ, მოუხვე. აი ეგრე, დაიწყე უკვე გასწორება. არ ელოდო მიხდი, ან თავიდანვე კარგად მოიმზადე, რომ მე გასწორების დროც გქონდეს. ნახე რა ხედებია თან. ხო დამშვიდი ცოტა. კი. ისე იყავი ძალიან გეგონა რომ რაღაც სასწაული დაგხვდებოდა. თავარია მშვიდად მიუდგე რა. რა თქმა უნდა, ქალაქში ინერვიულებდი და რაღაც ამიტომ კიდე გეუბნები, იმიტომ დადიხარ აქ რომ შეგეშალოს, ვიპოვოთ ის შეცდომები. ახლა შენ ისე მოუყვები ხვალე ქალაქს დაგაწყებინებ რა. ხალხი არის რომ ძალიან კიდე უფრო ზედმეტად ნერვიულობს. ზოგს რო ველაპარაკები დაძაბულობის გამო ვერც მისმენს ზოგიერთი რა. იმდენად ნერვიულობს. ქალაქს დაიწყებ ახლა ხვალვე. ოღონდ იქაც როგორც დღეს კარნახობ, იქაც რა თქმა უნდა ყველაფერს გიკარნახებ და უბრალოდ დამიჯერებ. სადაც გეტყვი რომ არ დაუთმო, სადაც გეტყვი რომ დაუთმო, რბილად დაუთმო. გამოვყვები ჩემ კარნახს და მე უკვე შენ თვითონ მიეჩვევი რა ვარიანტებს რომ გავიდეს, სად რომელი მოქმედება ჯობს. ამიტომ სანერვიულო არაფერი არ გიქნება. დაიწყე მომზადება ეხა მოსახვევისთვის, აი ეგრე, ოღონდ როგორც ვთქვით, არც გაგიჩერდეს, არც ჩქარი იყოს. კიდე შეანელე ცოტა. კიდე, რომ რბილად მოუხვიო. კარგია, ჯერ არა უშო მოხრუც. აი ეს მოუხვე რბილად, შენ თვითონ კიდე კარგად. ოღონდ აი ხო, კი ბატონო. და ეხა აუში უკვე. ნახე მოსახვევთან მიხვიდე უმეტესად ნელა და მერე მოუმატო ჯობია, ვიდრე ჩქარა დაიწყო შესვლა და მერე დაამოხორჯო მეხდი, იმიტომ რომ უკან რომ მანქანა მოყვება სიტყვაზე, იმანიც რომ შენ თუ ნელა შეანელებ, ისიც რბილად გამოყვეს, მაგრამ შენ რომ მოხვევა დაიწყო და მერე დაუტორმოზო, უკვე შეცდომა. შეანელე ტორმოზით. აი ეგრე. დაიწყე კარგად მოუხვიე. აი ესე. დაიწყე გასწორება ნელა. აი ეს. მიხდი ხო? კი. უცბად არ უნდა შეუქმნას სხვას შეფერხება რა, ამიტომ თადარიგს თუ დაიჭერ, უკანა მანქანაც ვალდებული რომ შენსავით თადარიგი დაიჭირებს. ამიტომ სანერვიულო აღარ გექნება. ზოლი რბილად დაარეგულირება. დაღლილობა როგორია? არა, დაღლილობა. ყოჩახ. ბოლოს იგრძნობ მე ერთიანად. მიყევი? მაგრამ ხრები დამეყარა. დაიწყე შენელება, მომზადება, შენი ზოლით, კიდე მეტად, კიდე ცოტა მეტად რომ ჩქარი არ გამოგიდეს. დაიწყე მოხვევა ნელ-ნელა და პირიქით, ეხა ნელ-ნელა გაათავისუფლებ მოხრუჭისგან. აი ეგრე. კიდე შეანელე ეხა ცოტა, როგორ მშვიდად მოყვებიან, მიხდი? დაიწყე კარგად მოხვევა ეხა. აი ეგრე აუში ტორმოს.
აი ეგრე. და წავედი. ნახე, პრეტენზია ვერავის ვერ ექნება, მიხდი? ეხა გაგასწრებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ რა ის ჩხარა შემოხვევა დაგეწყო და მე დაგემოხოჭებინა, უკვე საშიში იქნებოდა იმისთვისაც, ხო? დაიწყე შენელება. კიდე ნუ ელოდები. ნახე, რომ მაინდა-მაინც მოსახვეს მიადგე. აი ეგრე. ეხა უკვე აუშვი პირიქით. მიხდი? კი. წინასწარ რა მომზადება წინასწარ. აი ეგრე. და წავედით ეხა. ეხა ცოტა გაზი შეგიძლია შეაფარო. ოღონდ ცოტა ჩქარი იყო, ნახე აირია საჭეც, ხო? მომზადება რომ დაგვიგვიანდა. შენელება. აი ეგრე. დაიწყე მოხვა და აუშვი დორმოს. აი ეგრე. ეხა შეგიძლია გაზი შეაფარო უკვე. მიხდი? დაიწყე შენელება უკვე, ნუ ელოდები, კიდე. აი ეგრე. აუშვი ნენელა უკვე და დაიწყე თან მოხვევა. ეხლა ცოტა დაგიგვიანდა საბოლოოდ. დავით, ეხა გაზი. ხო, უკან მანქანაზე ნერვიულობ რა. რაში გაინტერესებს? შენი წესები დაიცავი. თავარია კვეთრად ცუდად არ დაუმოხოჭე იმ მანქანას, მიხდი? აი ესე, ნელა, შენელი გავატაროთ. პარი. აი ესე. ძადე. აი, არ გასწრებ, შეგიძლია წახვიდე. ნუ ნერვიულობ უკანა მანქანაზე. ოღონდ შენ რო უკანას აკონტროლებდი, მაგითო დაგიგვიანდა მომზადება მოსახვევისთვის. ხო ნახე? დადი არ გინდა მოხოჭი, თავმად. მოხოჭი არ გინდა, აუშვი. აი ესე შენი ზოლი თორად. დავედით. შენელი. აი ესე აუშვი ხა. დავედით. უკვე გაზით ეხა ნახე ცოტა აღმართზე როგორც ვაკეთებდით. ოღონდ შენ გზაზე ეს. ნებისმიერი მოსახვევის წინ მომზადება რა. ეხა ეს რო გასწრებდა, კიდე ზედმეტი ტორმოზი გამოგივიდა ცოტა. ნუ გაბნებს ხვევი. ეხა ნახე ცუდი გზა არის ოდნავ. ნახე გამოვიყენებ ცხვრის ზოლს. ოღონდ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ პრიორიტეტი იმათია, ცხვრის ხარეს გადავდოთ. რამე რო წამოვიდეს, ჩვენო დაუთმოთ. ესეთ მოქმედებებს ქალაქში გავაკეთებთ აუცილებლად ციმციმათი, ან რომ გადავდივართ ცხვრის გზაზე და რაღაც. აუშვი გას, ორი ჩქარო, ყოველი შემთხვევისთვის. აი ეგრე. ეხა წავედით თავმად, იმიტომ რომ ხილვადობა გვაქვს გამოვიყენოთ ბარე. არა, აუშვი, ნახე, შემოვიდა და ჩვენ უნდა გავატაროთ, ხო, იძულებულები ვართ, იმიტომ რომ იმის გზა. წავედით ეხა ისევ გაზით. იხდი? ყველაფერს გეგმავ 7 და შორიდან. შესაბამისად, კვეთრი მოქმედება და საშიში მოქმედება არსად არ დაგჭირდება. თუ მოემზადები დროულად. აი, ეხა ცუდი ადგილია ერთი და აი ესე მოსახვევებთან აუშვი გას. ნახე, აქედან დავერიდოთ, ცოტა სხვა გზა არ არის და წავედით ეხა. უკვე გაზით. ეხა უკვე გაზით. მიხდი ანუ ხო შიანელე. ხილვადობა ხო გაქვს რომ უკვე დაბრკოლება აღარ მე გადაეწყო მიხდი რომ ტყუილად აღარ შეფეხდე. თავიდან სანამ შეაფასებ, რა თქმა უნდა შიანელებ რომ რბილი მოქმედება გამოგივიდეს და უსაფრთხო რაც თავარია. წადი გაზით. არ გინდა მოხრუჭით ყველად. ზედმეტი მოხრუჭიც იგივე შეცდომა, რაც ჩქარა სიარული რა. ამიტომ თუ დაბრკოლება არ გაქვს, ყველად მოხრუჭს არაჭერ, იმიტომ რომ აი უკანა მანქანაც შეიძლება მაგდროულად არ მოყრევა არავინ, მაგრამ ვინმე რო იყო შეიძლება უმიზეზოდ დააბნიო. მოხრუჭსაც ჭერ, შენ ფარები გინთებს უკანა. ამიტომ ის ვეღარ ხდება დაბრკოლება თუ რა ხდება. აუშვი გას. არ გინდა მოხრუჭი. წავედით გაზით ეხა ისევ. ნახე ოდნავ ყარი კვეთი მოსახვევი არ არის ხო უბრალოდ აუშვი რომ თადარიგი დაიჭირო აქაც ამეც გზაზე არ გადაიარო რბილად გაყევი აი ესე ან პრობლემა აღარ არის დაბრკოლება არ არის შესაბამისად რაღაც უნდა შეანელო ხო აი ესე
ეხა თავამატებ რო იყო ეხა დღეს რამე პრობლემა ისეთი განსაკუთრებული რასაც ელოდებოდი არაფერი აუშვი ეხა გასრო იქ ნახე ყურადღებით ჩავუვაროთ ოდნავ შეანელე ეხა აი ეგრე აუშვი ეხა გაზი ჯერ არ გინდა რომ ეს რბილად გავუვაროთ რომ აი ორივე მხარე შევავსოთ აი ამ გადასვლებს ნახე ზოლი ხო გვაქვს გადაკვეთილი ამ გადასვლებს როგორც გითხარი ქალაქში აუცილებლად ციმციმათი გავაკეთებთ რა ჩაურთავ და ისე გადაკვეთავ ხდი ხო ეხა ნახე გამოცდისთვის კითხულობ ალბათ ხო აი აქ მივაჩერე მაგ დეტალებს მე ცოტა რო გავივლით და მივეჩვევით მაგ ყველას წვრილმან დეტალს გამოცდოს მე გაგიმახვილებ ჯერ უბრალოდ მივეჩვიეთ ჯერ არ იხსნი ხო იცი ასაკეთი ესე იგი ამას პარკინგში ამოწევ ხო ამოწევისთვის ნახე შეგიძლია არ იწვევ ეს პირდაპირ ამოწევ და ჩააქრობ აქეთ ანუ ნახე კი გამოცდაზე რო გადიხარ ახმოვანებ რო ყვეთ ხო დაბრკოლების გამო უწყეძოს ყვეთ და რაღაცა სასურველია გაახმოვანო ანუ თუ არ სავალდებულო არ არის მაგრამ ნუ თუ გაახმოვანებ ოკეი უკეთესია კი ბატონო უბრალოდ გევალება ციმციმას ჩარ ოსუ ოდნავადაც რო ყვეთდეზოს ციმციმას ურთავს სარკეს აკონტროლებ გვერდითაც იყურები ესე თავის გაიხედე ფანჯრიდანაც აი ეგრე არა ეგრე ძალიან ეხლა არ გინდა აი გახედე და პროსტა ეს თავი რო გაატრიალო რა რომ მანევრში ჩაგეთვალოს და იწყებ მე ზოლის გადაკვეთას მიხდი ანუ სანამ გადაკვეთავ მაგ მოქმედებებს აკეთებ რა ჩართვა რომ დაბრკოლებას არ არიდო ის დაბრკოლება თუ ხედავ რომ არის ტრანსპორტი წეგან რაც გითხარი სავალდებულო არ არის ჯობია დაელოდო რამოდენიმე წამში თუ იცი რომ ის პრობლემა მოგვარდება და მე გაყვე მაგრამ თუ ტრანსპორტის მაგერად რაღაც მანქანა ეხა ავარიულად გაჩერებულია იმას ვერ დაელოდები ხო შეგიძლია უკვე თუნდაც უწყვეტი ზოლი უკვე გადაკვეთო მიხდი განსხვავებას ესე რომ შეაფასო გიღირსის გადასვლა და მანევრი თუ გიღირსის დალოდება მაგრამ საგამოცდო რაღაცებს ჯერ ეხა ესე ყველაფერს არ გაგიმახვა ყურადღებას თორე ინერვიულებ რა ამიტომ ჯერ პროსტა მივეჩვიოთ დისტანციებს ზოლის კონტროლს გზაჯვარედინებს რაღაცებს რომ კი ბატონო მე უკვე გამოცდის მანევრები რაც არის ყველაფერი ისე გავაკეთოთ რა